საშინაო სკოლის გაკვეთილებს წარმოგიდგენთ კომპანია Silknet. მოგესალმებით, ჩვენ გავაგზავნებთ საუბარს ბახტრიონის მხატვრული ანალიზის საკითხებზე. ვაჟა-ფშაველას ეს პოემა მართლაც გამორჩეულია თავისი მხატვრული ღირებულებით და საოცარია ის სილამაზე და ის მხატვრული ხერხები, რომლებიც გამოიყენა ვაჟამ ამ ნაწარმოებში, რომ კითხველზე მოეხდინა სწორედ ის ზეგავლენა, რომელსაც ეს ნაწარმოები ტოვებს. სამშობლოს სიყვარულს თითქოს სწავლება არ უნდა და სამშობლოს სიყვარული ისედაც ლამაზია გარკვეულად, მაგრამ მაინც როცა შესაბამისობაშია ხოლმე ის ფიქრი და განცდა და ის მხატვრული ხერხი, რომელსაც იყენებს მწერალი, განსაკუთრებულ შთაბეჭდილებას ტოვებს ეს კითხველზე. სწორედ ასეთია ვაჟას ეს პოემა. მეცხრე თავი იწყება ძალიან საინტერესო სახით. ღელეს ჩავიდა მწუხარე ვარდის წყლის ნაბანი, უძრავი ხურავს თავზე და ყვავილიანი საბანიო. ჯერ ერთი მოგეწონებათ ისიც, რომ ლელა ვარდია, რომელიც ვარდის წყლით არის დაბანილი, განსაკუთრებულად ლამაზი, მომხიბლავი, რადგან ვარდი სწორედ სიმბოლოა სილამაზისა, სიმბოლოა სურნელისა, რომელსაც თითქოს სულიერი და გარეგნული სილამაზე რომ შეესაბამება და შეეფერება, ან შედუღაბებულა ერთმანეთში, სწორედ აი ამ სახის გადმოსაცემად გამოიყენებს ვაჟა ორჯერ გამეორებულ ვარდს, ვარდის წყლით ნაბანი, მაგრამ არანაკლებ საინტერესოა მეორე სახე აქვე ამავე სტროფში. უძრავი ხურავ თავზე და ყვავილიანი საბანი. ვარსკვლავები, როცა ყვავილიან საბნად არიან მოხსენიებული და ვარსკვლავიანი ცა ასე დანათის ლელას, ეს ვარდი უკვე სხვანაირი ხდება. აი ამ უძრაობის ფონზე, ამ გაჩერებულობის ფონზე, ლელას ტირილი და ლელას გულგახეთქილობა, მისი ის სიზმრები, რომლებსაც იგი ყვება და ის ყველაფერი, რაც აიძულებს მას, რომ ცოცხალი არ დარჩეს, მაგრამ რამენაირად თუ ეს საჭირო იქნება, ცხადია, საკუთარი სიცოცხლის ფასად, რამენაირად მიაღწიოს იმას, რომ მტერი არ გაახაროს და რაღაცნაირად პასუხი გასცეს მტერს, როგორიც საჭიროა ისეთი. კვირიას დასახასიათებლად ვაჟამ გამოიყენა მშვენიერი სახე, ქალთან პირდაპირ მივიდა ვით ამოწუდილი მახვილი. იმიტომ რომ კვირია ამ შემთხვევაში არ მიდის ლელასთან, როგორც მამაკაცი ქალთან, რომ მისი ერიდებოდეს, ან და გარკვეულად თავდახრილიან სიყვარულით სავსე იყოს და ვერ პოულობდეს შესაბამის სიტყვებს. ამიტომაც ამოწდილ მახვილთან მისი შედარება სწორედ მორგებულია ამ სიტუაციისთვის, რადგან კვირიასთვის სულ ერთია ლელა როგორ შეხვდება მას, როგორც მამას, როგორც ძმას. თვითონ ეუბნება, გნებავს მამათ მიმიღე და გნებავს ძმათო, ანუ აგზნობინებს თავიდანვე, რომ მისთვის ლელა არ არის ქალი, რომელიც მიმართ ინტერესს გამოიჩენდა. სხვა შემთხვევაში ლელა ვერ დატოვებს გულგრილს ვერც ერთ მამაკაცს თავისი გარეგნობის გამო, თავისი შინაგანი პოეტური ბუნების გამოც, მაგრამ კვირიას ამ შემთხვევაში სამშობლოს ინტერესები აწუხებს და მისთვის უფრო მნიშვნელოვანია ის, რომ საქართველოს სახსნელად რაიმე გამოიგონოს და რაიმე გზას დაადგეს საიმისოდ, რომ ქვეყანა გამოიყვანოს ამ საშინელი მდგომარეობიდან, ბახტრიონის კარი როგორმე გააღოს, მისი მთავარი მიზანი ეს არის და შესაბამისად ლელა მას სჭირდება როგორც დამხმარე, როგორც მხარდამჭერი, როგორც ულამაზესი ქალი, რომლის სილამაზის წინაც ყველა კარები გაიღება. ზუსტად ასე მოხდება მართლაც, როცა კვირია და ლელა მივლენ ბახტრიონთან, მათ კარს გაუღებენ, იმიტომ რომ შეუძლია ლელას ასეთმა საოცარმა სილამაზემ არ მოახდინოს ზეგავლენა ნებისმიერ ადამიანზე. მას შემდეგ, რაც ლელა დათანხმდება კვირიას, რომ მასთან ერთად წავიდეს და სიხარულით გაიქცევიან ისინი ბახტრიონისკენ, რომ წინ გაუსწრონ ლაშქარს და როცა ლაშქარი მიადგება ბახტრიონს, კარი დახვდეს უკვე ღია, სრულიად იცვლება სურათი. ის ყვავილიანი უძრავი საბანი სხვანაირად გადაკეთდება. ნახეთ როგორი დილათენდება, ცამ გადიბანა პირიდან მური ნაცხები ღრუბლისა. გადაეფინა სამყაროს ლოცვა კურთხევა უფლისა, შუქი დაეცა ლაშქარსა, თების ბრწყინვალე შუბლისა. უკვე სულ სხვა ვითარება პოემაში ვაჟას თვალით დანახული. აი ის
თითქოს ჩვეულებრივი სურათი, როგორ გადაიკრიფებიან ღრუბლები და როგორ გამოჩნდება ბრწყინვალე ცა, ვაჟამ არაჩვეულებრივად გამოთქვა, რომ ეს არის მური ღრუბლებისაგან წასმული, რომელსაც ვერ იტანს ცა, ცას მოსწონს, როცა ის ლამაზია. ამიტომ პირს იბანს აი ამ ღრუბლებს მოიშორებს და სამაგეროდ შემოდის დიდი სინათლე, მანიშნებელი იმისა, რომ ქვეყანაშიც უნდა გათენდეს და ქვეყანა უკეთეს გზაზე უნდა წავიდეს. ამიტომაც გადაეფინება სამყაროს უფლის ლოცვა-კურთხევა და მთების ბრწყინვალე შუბლიდან წამოსული ნათელი მოეფინება ლაშქარს. თითქოს ცა, მიწა, მთები, ყველაფერი უწყობს ხელს ლაშქარს იმისათვის, რომ ის დაეცეს ბახტრიონს, აიღოს ბახტრიონი გაათავისუფლოს იგი თათრებისაგან და ქვეყანას მოუტანოს ის ბედნიერება, რომელიც მას ასე ძალიან ჭირდება. სწორედ ამ დროს გამოჩნდება წმინდა გიორგი, ანუ ლაშარის ჯვარი, მათ ენაზე რომ ვთქვათ, რომელიც ცხენზე ამხედრებული მიუძღვის წინ ლაშქარს და აქაც ვაჟა თავისებურად პოეტურად გამოიყენებს ლაშქრის ერთ-ერთი წევრის თვალებს, ასე ვთქვათ, პირობითად და მას ათქმევინებს ის შვენის ველზე, როგორც გაზაფხულისა ყოილიო. მისი ცხენი ცაზე, ესე იგი, გავს გაზაფხულის ყვავილს. რასაკვირველია, ყვავილი ყოველთვის არის მშვენიერების სიმბოლო. ყვავილი მაცხოვრის სიმბოლოც არის და შესაბამისად, როცა ცხენზე ამხედრებული მხედარი მან მიამსგავსა აი ამ მეოთხე მხედარმა გაზაფხულის ყვავილს, გასაგები ხდება, რომ მოდის ამ ხალხის გაზაფხული, მოდის ბედნიერება, რომელიც იმ შემთხვევაში მოვა, თუ კი ისინი მიჰყვებიან ნატერფალს დიდი მხედრის ცხენისა და მასთან ერთად იბრძოლებენ, მისი წინამძღოლობით დააქცევენ ბახტრიონს და მოიპოვებენ სასურველ გამარჯვებას. აი ამიტომაც ბუნებრივია, რომ აქვე ლაშქარს უჩნდება სურვილი, რომ აქოს წმინდა გიორგი და აქოს თამარი ერთდროულად, რადგან ლაშარის ჯვარი სწორედ თამარმა შექმნა აქ, თამარმა მოიტანა, თამარმა დააფუძნა, ააშენა და აი ამიტომაც ამბობენ ადიდე ლაშარის ჯვარო, ცისა და ქვეყნის იერო. ცისა და ქვეყნის იერი ზუსტად ის საოცარი ეპითეტია ამ შემთხვევაში, რომელიც გამოხატავს და გამოსცემს ამ ხალხის მიხედვით იმ თვალსაზრის, იმ აზრს, რომ ლაშარის ჯვარი უდრის მთელ ცასა და ქვეყანას, მთელ სამყაროს და ამიტომ მის წინააღმდეგ ბრძოლა შეუძლებელია და ამბობენ კიდეც ისინი, რამტერი იქნება, ახლა გაგვიძლოს ბიჭებო, ჩვენი კვალი ხარ დღეს შენა ლურჯა ის დანაბიჯებო და ვხედავთ თვალნათლად, როგორ ადის ლაშქარი წმინდა გიორგისთან ერთად ცაში, რადგან ისინი მიჰყვებიან მისი ცხენის ბრწყინვალე ნატერფალებს, წმინდა გიორგი ცაში მიაჭენებს, აი ეს ლაშქარიც გახდება ციური და როცა ყველა დახედავს კახეთს ათრთოლებული გულით, კიდევ უფრო ნათელი ხდება მკითხველისთვის, რომ ეს უკვე ზეციურ მხედრობად გადაქცეული ლაშქარია, რადგან მოგეხსენებათ, რომ კახეთი ვაკეა, ამიტომ მას ვერ დახედავ ზემოდან, თუ შენ თვითონ არ იქნები ამ შემთხვევაში მხარკვერიანი არწივი და შენ თვითონ არ იქნები ნაწილი ზეციური მხედრობისა, რომელიც ამ შემთხვევაში უფლის მახვილია და აი ამ მახვილს წინ რასაკვირველია ვერაფერი დაუდგება. მე-11 თავი ვაჟასაგან კიდევ ერთხელ დაფიქრება იმაზე, რომ სასურველია სიკვდილი არ არსებობდეს ამ სამყაროში და სასურველია, რომ მხოლოდ სიცოცხლე იყოს და მხოლოდ სიცოცხლეზე იმობდეს. ვაჟა უამრავ ნაწარმოებში გამოთქვამდა ამ აზრს, მაგრამ აი აქ მისი მომხიბლავი სტროფი წავიკითხოთ. იჟიჟრი ბანდა, ცისკარი სულსლებს თანდათან ქრებოდა, ნეტავი ყველა ლამას ასრეს სიკვდილი რგებოდა, დღეს მკვდარი ხვალედილითა ცოცხალი წამოდგებოდა, სულის ჯანით და იერით თვალებს წინ დაგვიდგებოდაო. ანუ როგორც ცისკარი კვდება და იგი აძლევს გასაქანს სინათლეს, როგორც შემოდის ბინდბუნდის ნაცვლად დიდი ნათელი, ვაჟა ამბობს, ნეტა ასე იყოს და ნეტა ყოველი სიცოცხლე ასე მოდიოდეს სამყაროში, სიცოცხლე გაბრწყინებული, სიცოცხლე ბედნიერებისა და ნეტარების მანიშნებელი. სწორედ აქ იგი ერთმანეთს დაუპირისპირებს ცისკარს, როგორც დიდ ნათელს, ადამიანების სულში შემოსულს, სიცოცხლეს, როგორც დიდ მადლს და იმ ადამიანებს პარალელურად ამისა,
რომლებიც ცოცხლებით მკვდრები არიან, რომლებიც იცნობიან თავისი მოწამლული სახით, რომლებიც ძალიან შორს არიან ყოველგვარი სიკეთისა და კეთილდღეობისაგან და ისე დაიხოცებიან, რომ ერთ წამსაც არ ეღირსებათ სულიერი ნეტარება და ერთ წამსაც არ ეღირსებათ ის, რომ ტრფობის მთაზე დაადგნენ, რადგან ისინი მკვდარზე უსაზარლესნი, ჭაობში ჩაფლულნი და მოწამლულნი არიან. ამით ვაჟა გვიჩვენებს, თუ რა განსხვავება ნამდვილ ჭეშმარიტ ღირსეულ მამულიშვილს ანუ ზეციურ მხედარსა და იმ ადამიანს შორის, რომელსაც სულ არ აწუხებს სამშობლოს ბედი და მართლა ჭაობში ჩაგდებულს, აყროლებულს, რადგან ცნობ აი ამ ხმაზეც, ცნობ მას იმ სუნზეც, რომელიც ამ ადამიანის ირგვლივ ტრიალებს, სუნი ეს არის რა თქმა უნდა პირობითი ამ შემთხვევაში და სულიერ სიმყრალეზე მიგვანიშნებს და ამით ვაჟა დაუპირისპირებს რა ზეციურ მხედრობას და ასეთ ქართველობას ერთმანეთს გასაგებს ხდის იგი რომ თუ კი ქვეყანას გამარჯობა უნდა და თუ კი უნდა რომ მან გაიმარჯვოს ნებისმიერ სიტუაციაში მან რასაკვირველია უნდა მოახერხოს ის რომ ზეციურ და განწმენდილ მხედრობად გადაიქცეს და არა იმ მძინარე ლუარსაბთათქარიძეებად ილია რომ გავიხსენოთ რომლებიც რისთვის მოდიან ამ ქვეყანაზე არიციან, ან და თვითონ ვაჟა რომ თქვათ, კაიყმის ფინალი არიცით, დაშტით რისათა, ან რისათვისა კვდებითაო. ასეთი ხალხი, რა თქმა უნდა, ხელს ვერ აძლევდა იმ დროინდელ საქართველოს და ბევრს ვერაფერს გააკეთებდა ქვეყნის კეთილდღეობისათვის. მე-12 თავიც ერთიანად ერთი დიდი პოეტური სახეა, არაჩვეულებრივად გადმოცემული ვაჟას მიერ. ის თუ როგორ შედის ლაშქარი კახეთში, როგორ დგება ბრძოლის ჟინი მათში და როგორ აივსებიან ისინი სურვილით, რომ რაც შეიძლება სწრაფად და რაც შეიძლება ნაკლები სისხლის ფასად გაანადგურონ მტერი. და ამ ყველაფერს ისინი ბუნებიდან იღებენ, იმიტომ რომ ნებისმიერი ადამიანი თავისი კუთხის, თავისი ბუნების შვილია და ეს ლაშქარიც, როგორც ამ ბუნების შვილი, იწოვს პირდაპირ საქართველოს ბუნებიდან იმ ძალასა და ენერგიას და იმ სიამაყეს, იმ ქედმაღლობას, რომელიც საჭიროა ასეთ დროს მტერთან ბრძოლაში და რომელიც გულისხმობს ქართველობას თავისთავად. გადვიდნენ ალაზნის თავსა, მთების წვერონი ჩნდებოდნენ. საცა გახედავ ყოველგვან გასსა შტერონი დგებოდნენ. ზოგნი ცის გულმკერდს კოცნიან, ზოგნი უკან არჩებოდნენ. იმათ ჩაუთქამ ქვეყანა ბუნების სისხლით ცხებოდნენ. ნამძინარევი დევები ისევ ბურანში არიან, ერთ ადგის დგომით ტანჯულნი შაჭირვებულან ძალიან. მზე რომ მოვალის მაშინის შავს ნისლებს გადაიყრიან. თუნდ მთლად ქვეყანა დაეცესთ, აბჯართ არ ჩამაიყრიან. გულმკერდს ერთმანეთს აბჯენენ, წარბ შეუხრელად მდგარნია. წვანან ხმა ამაუღებლად, როგორც საფლავში მკვდარნია. ნეტავ ბუნების ქმნილება სხვამად რა შეედარება. დავინახავთ რომ ლაშქარიც ისეთივე დიადი, ზვიადია, როგორიც ეს მთები. ლაშქარიც კოცნის ცის გულმკერდს. მასაც აქვს სურვილი, რომ გაძღეს სისხლით მტრისა. ისიც ნამძინარევ დევს გავს ერთგვარად, რომელიც იღვიძებს და როგორც მთა თავისთავად მომხიბლავი სახეა, შაჭირვებულა ძალიან ერთ ადგილას ზედმეტი დგომითო, ქვეყანაც აი ასია გაჭირვებული, როცა ვერ ახერხებს რომ მტერს შეეწინააღმდეგოს, როცა ისიც დგას წარბ შეუხრელად საფლავში მწოლარე მკვდარს გავს და რომელსაც სურს რომ გაიღვიძოს, ის გააკეთოს რაც საჭიროა ქვეყნისათვის და მოიცილოს თავიდან ნისლი. აი სწორედ აქ გვეტყვის ვაჟა ძალიან ცნობილ სახეს მისას ნისლი ფიქრია მთებისა, იმათ კაცობის გვირგვინი. აი ეს ლაშქარიც მოდის როგორც კაცობით სავსე, როგორც მზად იმისათვის, რომ თავისი კაცობა, თავისი ქართველობა, თავისი სიყვარული გამოხატოს და დაიცვას ქვეყანა ნებისმიერ გასაჭირში. სწორედ აქ გამოჩნდება არწივი, როგორც მთის ამაყი შვილი, გამომხატველი აი ამ ლაშქრის სახისა. ამიტომ ასე აგრძელებს ვაჟა, ამასაც დიდი მნიშვნელობა აქვს ძალიან. არწივნი დაფარფაშობენ, უფსკრულს ავლებენ თვალებსა. მაღლიდან ჩამოხარიან თავისგან დახრულ ძვალებსა. ლაღი შვილები მთებისა ერთმანეთს ეძრახებიან, ამ დროს ომში მყოფ გმირებსა ტიალნი ემსგავსებიან.
აი ზუსტად ასე გითხრა ვაჟამ, რომ აი ეს არწივები, რომლებიც დაფარფაშებენ ცაზე, რომლებიც სიხარულითა და სიამაყით უყურებენ მათგან დახრულ ძვლებს, ანუ მათგან განადგურებულ მტერს, ემსგავსებიან სწორედ იმ გმირებს, იმ ვაჟკაცებს, რომლებიც მიდიან ამ წუთში საბრძოლველად, ბევრი მათგანი რასაკვირველია გარდაიცვლება, ბევრი მათგანი ცოცხალი ვერ დაუბრუნდება დედას, მაგრამ ის თავის დიდ დედას საქართველოს დაიხსნის და მას უშველის ასეთი გასაჭირისგან გამოიყვანს. საოცარია, მაგრამ კიდევ ერთი სახე გამოუყენებია ვაჟას, საოცარი იმ თვალსაზრისით, რომ მთა ყველანაირად თითქოს ცდილობს გაამხნევოს ჯარი. გარს სანგლით შემოუვლიათ, ხევები ბექიანებიო. ანუ როგორც ესენი სხდებიან სანგარში, როგორც ცდილობენ, რომ მათაც დაიჭირონ იარაღი და შეებრძოლონ მტერს, სწორედ აი ასევე ბექიანი ხევებიც სხედან სანგრებში და ერთი სული აქვთ, როდის იბრძოლებენ მტრის წინააღმდეგ, როდის გაიღვიძებენ და როდის მიაღწევენ იმას, რომ ქვეყანა გამოიხსნან და როცა შაიღებება სისხლითა ქართველთა მთადაბარია, მაგრამ დილის მზის სხივით იპოხენ ქედებს კახეთის მთანია. ანუ ამოვიდა რაღაცნაირი წითელი მზე, უნდა შეიღებოს სისხლით აქაურობა, მაგრამ ცამაც კი გულმკერდი სისხლით გაიპოხა, ცა დაარდობს, მაგრამ ცა გზასაც გვიჩვენებს, ეს სიწითლე მას გადაუვა, ეს სისხლი წავა, მაგრამ სამაგიეროდ მოვა დიდი თავისუფლება და აი ამ სისხლის ნიაღვრით მივიღებთ ბედნიერ დღეს, როცა გადმოდგება ბორბალაზე თავისუფლების მთვარე. ვაჟას ჰქონდა ასეთი ოცნებები, რომ სწორედ მთიდან გადმოეძახა თავისუფლებას და მას ბანი ეთქვა. გაგახსენებთ მის ლექსს კიდევაც ვნახავ გაზაფხულს, რომელშიც იგი უდიდეს ბედნიერებას სწორედ ასე გამოხატავს, რომ მთიდან გადმოიძახებს არწივი და ვაჟა, რომელსაც გული აღარ ეტკინება, იმიტომ რომ ყველა პრობლემა ქვეყნისა იქნება მოგვარებული ბანს ეტყვის აი ამ არწივს და აქაც როცა ურჯულო სისხლის ზღვარი წავა და ცას მისწუდება საქართველოს ბედნიერება, აი მაშინ მოხდება სწორედ ის, რომ თავისუფლების მთვარე გადმოდგება ბორბალაზე და ადამიანები, გულრკინა ადამიანები ხოშარეულის მსგავსი გაიხარებენ და იქნებიან ბედნიერნი იმითი, რომ თავისი ქვეყანა გამოიხსნეს. როცა ბრძოლა მთავრდება, ბუნება ამასაც საოცარი სურათით გამოხატავს. ღამესას ძინავ მთაბარზე, ბუნება დასვენებულა, მანათობელი ქვეყნისა მთვარეც ხომ ჩასვენებულა. მოისმის ივრის ჩხრიალი სიზმარს უამბობს ჭალასა, ერთად კეთს საუბარშია ცისა და ქვეყნის ძალასა. ცა თავისათვის მყუდროდ დგას, კერთ სუფთა ვარსკვლავიანი, მუხაზე ჩამოკიდული კაცის ჩანს სამკლავიანიო. ანუ სანამ აი ამ სამკლავიან კაცამდე მივალთ, მანამდე ნახეთ როგორი დასვენებულია ბუნება. ვაჟა გვიჩვენებს, რომ როგორც ამოისუნთქა ქვეყანამ, როგორც ყველაფერი სიკეთისკენ წაუვიდა ქვეყანას, სწორედ ასე დაისვენა ქართველმა კაცმაც, იმით რომ მან ბრძოლა მოიგო, დაბრუნდა უკან თავის ღირსეულ შვილებთან ერთად და ყველანაირი ოცნება აიხდინა. ვიღა ეს აქვე აი ამ სიმშვიდეში, ვინც არღვევს ბუნების მყუდროებას, იმითი რომ მუხაზე ჩამოკიდულა, თუმცა ისიც უძრავია, ისიც არ იღებს ხმას. ეს წიწოლა, რომელსაც ღალატის გამო ადამიანებმა ზურგი აქციეს, თასი დაღვარეს ხატში, რომ მას ახლოს არ გაიკარებდნენ და წიწოლა, რომელიც სიკვდილს გამოექცა და რომელსაც ამისი ეშინოდა, მივიდა იმ დასკვნამდე, რომ თვითონ ჩამოეხრჩო თავი. აი აქაც ვაჟა, რომელმაც კარგად იცის ამისი ასსახვარო ბუნება ყველაფერში თანაუგზნობს ადამიანს და ყველაფერში მის გვერდით დგას. ეს არის არამხოლოდ ბახტრიონში. ჩვენ არამხოლოდ ბახტრიონში ვნახეთ, რომ ბუნება ზუსტად იმას გამოხატავს, რაც ლაშქარს სჭირდება და თანაუგზნობს მას ყველანაირად, არამედ გავიხსენოთ კიდევ სტუმარ მასპინძელში, როგორ დასტირის ბუნება ზვიადაურს და ანდა როგორ გამოხატავს ბუნება ალუდას ფიქრებს ალუდა ქეთელაურში. აი აქ კი ერთადერთი შემთხვევაა, როცა ბუნება აბსოლუტურად არ თანაუგზნობს მკვდარს. ნახეთ იორი ყურსაც არ უგდებს, ნელა დაღელავს
ტალღებსა. რა ედარდება? დაუბდნენ, მამა აღარ ყავს ბალღებსაო. არ აინტერესებს იორს, იმიტომ რომ მოღალატე ქვეყნისა ბუნებისთვისაც მიუღებელია, რადგან წიწოლა გამოიქცა და ლაფით გათხიფა მთელი ლაშქარი, როგორც ვაჟა იტყვის, რადგანმა მთელი თავისი გვარი და ოჯახობა შეარცხვინა, ასეთი კაცი არ უნდა არავის, ასეთი კაცი არ უნდა ბუნებას და ბუნება არ დასტირის მას, ბუნება არ გამოხატავს თანაგრძნობას. და ყველაზე საინტერესო რასაკვირველია, მხატვრული თვალსაზრისით არის ბახტრიონის ფინალური სურათი, რომელიც გამოხატავს გველის გადაკეთებას, ადამის ტომის მტრის შეცვლას და ადამის ტომის მტრის მიერ ლუხუმის მორჩენას. აი ეს მთელი სურათი, როგორ დადის გველი დიდნორნი ტანის გლარზუნით და ნაცვლად იმისა, რომ აი ამ საშინელმა არსებამ დაგეცლოს ლუხუმი, როგორ შეიცვლება მთელი მისი ბუნება და როგორ შესცქერის იგი პირზე დორბლით, ტირილით და როგორ გამოხატავს ვაჟა ექსპრესიულად სურათს აი ამ გველისა, რომელიც იყო ხავსით მორთული, პირქუში, მრისხანე სანახავა და მორთული ჯაგრითა, ბევრი ცოდვების მოქმედი, პირზე დორბლების დაყრით, აი აბსოლუტურად შეიცვლება იგი და სრულიად სხვანაირი ხდება. ვაჟა გვიჩვენებს ამით, რომ ლუხუმისნაირ ვაჟკაცს ყველაზე უფრო შეუხედავი, ყველაზე უფრო სულიერად განწირული არსების, გվել სატანის გადაკეთებაც კი შეუძლია ადამის ტომის მტრისა და გვიჩვენებს, როგორი ლამაზია ის ქვეყანა თუ ის ვაჟკაცი, ამ ქვეყნის შვილი, რომელმაც თავისუფლება მოიპოვა თავისი სისხლით, თავისი ხმლით და თავისი გაუტეხელი სულით. ასე რომ ვაჟამ მხატვრული ხერხები შეუწყო თავისუფლების იდეას ბახტრიონში და გვიჩვენა ჩვენ, რომ ყველაფერი ერთი მიზნისკენ უნდა წარიმართოს, უნდა დავიბრუნოთ თავისუფლება, რომელზე ლამაზიც ამ ქვეყნად არაფერია. გმადლობთ ყურადღებისთვის.